აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბენეფიციარების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ახალი ქვეპროგრამა ჰიგიენური სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება ამოქმედა და პროგრამის სამიზნე ჯგუფს აფხაზეთიდან დროებით დევნილი ქრონიკული და მძიმე დაავადებების მქონე პაციენტები წარმოადგენენ, რომლებიც სახლის პირობებში განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ჟანგბადის კონცენტრატორებით ბენეფიციართა უზრუნველყოფა. ეს ხდება თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე. ქრონიკული და მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანია ჟანგბადის კონცენტრატორები. მათ უწევდათ ამ აპარატის ქირაობა, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ბევრ ბენეფიციარს გადავეცით ჟანგბადის კონცენტრატორები და ასევე სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნები. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს საჭიროებისამებრ როგორც სამედიცინო, ასევე ჰიგიენური დანიშნულების ნივთები გადაეცემათ, როგორიცაა ნებულაიზერი, წნევის საზომი აპარატი, შაქრის დონის გამსაზღვრელი გლუკომეტრი, მისივე ჩხირებით და ასე შემდეგ. მომსახურების მიღებისთვის აუცილებელი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ეს არის ფორმა 100, სადაც გაწერილია პაციენტის დიაგნოზი და ის საჭიროებები, რაც მოვლისთვის თუ ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი. ოჯახის წარმომადგენელი წერს განცხადებას ჩვენთან სამინისტროში. განსაკუთრებული წესია ჟანგბადის აპარატით. სარგებლობის შემთხვევაში პაციენტს გადაეცემა ხელშეკრულებით 3 თვის ვადით და 3 თვის შემთხვევაში ხდება გადამოწმება, ხდება ან გადავადება, რამდენიმე თვით გაგრძელება ხელშეკრულების ან შეწყვეტა. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურებას იღებენ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონში მცხოვრები ბენეფიციარები. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობასთან ერთად ბენეფიციარმა თან უნდა იქონიოს როგორც დევნილის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელხას ნომერზე 143.